როგორც ვნახეთ, მომხმარებლის მოლოდინები სამშენებლო მასალების ხარისხთან დაკავშირებით განსხვავდება, თუმცა მთავარი კრიტერიუმი ალბათ მაინც ნდობა და დროით გამოცდილი ხარისხია. დღეს ხარისხის სტანდარტის სრულ ციკლს ცემენტისა და ბეტონის მსხვილი ქართული მწარმოებელი Honeywell ცემენტი გვანახებს, რომელიც ქართული ცემენტის წარმოების 100 წლიან ისტორიას აგრძელებს. ესაა ბრენდი, რომელმაც საუკუნოვანი ტრადიცია თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტებით ხარისხის სტანდარტად აქცია. ჩვენ გადავწყვიტეთ ვნახოთ, როგორ იქმნება ხარისხის სრული ციკლი წარმოებიდან საბოლოო პროდუქტამდე. ჩვენი პირველი გაჩერება კი კომპანიის სათავო ოფისია. გამარჯობა. დღეს უნდა მოგვიყვეთ Honeywell ცემენტის შიდა ხარისხის ყველანაირი პროცესის შესახებ. დიდი სიამოვნებაა. იქამდე სანამ საწარმოო პროცესებს ვნახავთ, მინდა დავიწყოთ ძალიან საინტერესო ამბით. ქართული ცემენტი არის 100 წლის და Honeywell ცემენტი ამ გზას აგრძელებს. როგორ ახერხებთ, რომ გარკვეულწილად ეს ტრადიციული წარმოება და მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზი მოხდეს იმისთვის, რომ ბაზარს საბოლოო ჯამში შესთავაზოთ მაღალხარისხიანი პროდუქტი? დეკარბონიზაცია არის მთელ მსოფლიოში ისეთი ძალიან აქტუალური თემა საქართველოშიც მათ შორის და ცემენტის ინდუსტრია იძულებულია, სხვა გამოსავალი არ აქვს, რომ იყოს ძალიან ენერგო დამზოგავი დარგი, რაც გულისხმობს ძალიან ბევრ ინოვაციას და ეს ყველა ვარიანტში საბოლოო ჯამში თავს იყრის ხარისხში. დასავლურ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. სამშობლო პროცესი მიმდინარეობს აქტიური. მინდა გადავინაცვლოთ სათათბირო ოთახში და იქ მინდა პროფესიონალების გუნდზე ვისაუბროთ, რომელიც როგორც თქვენ ახსენეთ, არის ერთგვარი ხარისხის ნიშანი თქვენი ბრენდის. ნამდვილად არის. აქ მოსული თანამშრომელი დიდხანს სჭირდება. საშუალო არის 10 წელი, თორემ ბევრი თანამშრომელი ყავს, რომელიც არის 15 და 20 და ქარხნებში კიდევ უფრო მეტი წელი დასაქმებული. ამის გარდა ყავს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, გვაქვს სტუდენტური პროგრამებიც, სტაჟირების პროგრამებიც, ტრეინინგ პროგრამებიც, იმიტომ რომ ქმნით კარიერული განვითარების მყარ შესაძლებლობებს. ჩვენ შევიტანეთ ახალი სტანდარტების დანერგვაში ძალიან დიდი წვლილი, არა მხოლოდ დავნერგეთ ეს სტანდარტები, მათი შემუშავება მოხდა როგორც ცემენტის, ისე ბეტონის ბიზნესში ჩვენი უშუალო მონაწილეობა. ახლა ქვეყანაში მოქმედებს ევროპული სტანდარტები, EN კოდით მოდიფიცირებული საქართველოს რეალობასთან და უკვე მრავალი წელია ჩვენს კომპანიაში თუ საუბრობ პროდუქციის სტანდარტებზე, გვაქვს დანერგილი როგორც ცემენტის, ისე ბეტონის ევროპული სტანდარტები. თავიდანვე გარდა წარმადობისა, გარდა ტექნოლოგიური განვითარებისა, ფოკუსი იყო გარემოს დაცვაზე და ფოკუსი იყო შრომის უსაფრთხოებაზე. ამიტომ აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ესეც საამაყოა, რომ გვაქვს სპეციალური ISO სტანდარტები დანერგილი ამ ორი მიმართულებით. მინდა ბეტონის წარმოებაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მუდმივად წლების განმავლობაში ჩვენთვის Honeywell ცემენტი ასოცირდებოდა ცემენტის წარმოებასთან, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რაც დრო გადის, მომხმარებელს უჩნდება მოთხოვნა უშუალოდ ბეტონზე და ნაკლებ პროპორციულად ცირდება მოთხოვნა ტომრის ცემენტზე, რაც გვახარებს, იმიტომ რომ ეს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელი. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ყველგან ლოკალურად რეგიონებში, სრულ ქალაქებში, საშუალო ზომის ქალაქებში ჩვენი ბეტონი იყოს ხელმისაწვდომი.